ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად დღემშვიდობისა რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობაზე ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით საქართველოში მორიგვოიას იმ ცნობილი იელის უნივერსიტეტის საერთაშორისო გუნდისას, რომელიც პირველად არ ჩამოდის და გასული საუკუნის 60-70-იანი წლებიდან საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და ჩვენი ფოლკლორი ისევ საერთაშორისო საუბრის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ხდება და გაიმართება კონკრეტული კონცერტი საქართველოში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამ თემებზე სასაუბროთ ჩვენ რადიო იმედის სტუდიაში მასმისლობთ კონცერტის ორგანიზატორს საქართველოში და არა მხოლოდ ჯონ გრემს და ანსამბლ რუსთავის დირექტორს ბატონ მიშა ჯავახიშვილს. გამარჯობა ბატონებო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ 19 მაისს უნდა გაიმართოს, ბოდიში 27 მაისს 19 საათზე უნდა გაიმართოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონცერტი, რომლის შინაარსობრივი ნაწილი ალბათ საქართველოსთვის პირველი არ არის, თუმცა როგორც ჯონი მეუბნებოდა ეთერში შემოსვლამდე, იგი ცდილობს, რომ ამავე კონცერტით გაგრძელდეს ის კომუნიკაცია და კავშირი, რაც ქართული ფოლკლორისა და ზოგადად კულტურული ურთიერთობების კუთხით არის მნიშვნელოვანი. მით უმეტეს თანამედროვე ფორმატსა და თანამედროვე რეალობაში. სიმღერის დიპლომატები. ჯონ, თუ შეიძლება თქვენ გითხარით პირველ რიგში, რა ტიპის ღონისძიებაა, ამ ღონისძიებით რას ამბობთ და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების უკვე ტრადიციად ქცეული საფუძვლების განვითარების რა შესაძლებლობას ხედავთ დღეს? გამარჯობა და დიდი მადლობა. ეს საინტერესო კონცერტი იქნება იმის მხრივ, რომ იელის უნივერსიტეტის გუნდის წევრები, დღევანდელი გუნდის წევრები ჩამოვა, თან კურსის დამთავრებლები ვინც ასაკოვანზე არიან უკვე. ესე იგი, ამ გუნდში იქნება 33 წევრი და იქიდან არის ასაკის დიაპაზონი 19 წლიდან 75-მდე. ანუ სხვადასხვა თაობის არის ჩამოვიდა. კი, სხვადასხვა თაობის და როგორც თქვენ ამბობდით, ზოგი იყო ჩამოსული აქ საბჭოთა პერიოდში. 70-იან წლებში, 80-იან წლებში და არა მხოლოდ საქართველოში, სომხეთშიც, რუსეთშიც, სხვადასხვა ტურზე. საბჭოთა კავშირის რეალობაში. იყო კულტურული ურთიერთობის დაგეგმა. და იმ დროს კონტაქტი ჰქონდა განსაკუთრებით სახელმწიფო ანსამბლები ყველა ქვეყანაში და აქ კიდევ უმეტესად ანზორ ერქომაიშვილის რუსთავის ანსამბლის, სახელმწიფო ანსამბლის ანზორ კავსაძე და სხვაებიც. გასაგებია. კი. ესე იგი, ტური იწყება ერევანში, გაგრძელდება თბილისში და მერე ბაგდათი, ქუთაისში და მესტიაში დამთავრდება. ანუ ეს არ იქნება მხოლოდ საკონცერტო ნაწილი, არამედ კულტურული ღონისძიებების მთელი წყება არის, როგორც ხვდები. აგერ ჯონმა განმარტა და ახსენა ბატონ ნაზორ ერქომაიშვილი და ამ ფრაზის მერე უკვე ანსამბლი რუსთავი რაშუაში ამ ღონისძიებასთან კითხვაც არ დაისმება. მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ და ესეც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ალბათ იმ ადამიანების ემოცია და იმ ადამიანებთან საუბარი, მათი შთაბეჭდილების და ემოციის მოსმენა, ვინც პირველად არ მოდიან, ვინც ადრე იყვნენ წითელი ფარტის მიღმა მყოფ საქართველოში და ახლა მოდიან სრულიად სხვა რეალობის საქართველოში, ალბათ მათი ემოცია ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური იქნება, მაგრამ ესეც ერთგვარი კავშირია, მაშინ თუ მათ აზერ ერქომაიშვილთან ჰქონდათ კავშირი და იმ თაობის ქართული ფოლკლორის სადარაჯოზე მდგომ ადამიანებთან, რომლებმაც შეინარჩუნეს, განავითარეს და დღემდე მოიტანეს, ახლა ახალი თაობის წარმომადგენლები ერთვებიან ამ საქმეში, ამ ჭრილში, მიშო თქვენთვის რამდენად ემოციური ან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც მიიღეთ ეს შეთავაზება და გაიგეთ ამ კონცერტში თქვენი ჩართულობის შესახებ. მადლობა, მოგესალმებით სტუდიაში ყოფებს და ჩვენს მსმენელებს. და მადლობას ვუხდი პირველ რიგში ჯონს, რომ აი ამ ყველაფრის რაცა ორგანიზების ნაწილი აქვს აღებული, იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კულტურათა ურთიერთობაზე და ვსაუბრობთ ასევე ანსამბლ რუსთავზე და ვსაუბრობთ იელის უნივერსიტეტის გუნდზე, რომელსაც ამ ორი ანსამბლის ურთიერთობას თავისი აი ეს პირველი ისტორიული ამბავი მარტო ამ ორი ანსამბლის ურთიერთობის ვიწრო მიმართულება კი არ არის.
ეს არის ის, რომ ანსამბლი რუსთავი, რომელიც ჩამოყალიბდა 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, პირველი გასვლა უცხოეთთან, ურთიერთობა, პირველი ურთიერთობები ქართული ხალხური სიმღერის შესწავლის კუთხით უცხოელებთან, სწორედ ამ გუნდთან არის დაკავშირებული. ანუ ისტორიული მოვლენა არის ეს ყველაფერი და არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით ქართული ხალხური სიმღერა დღეს არის ძალიან პოპულარული მთელ მსოფლიოში და ეს პოპულარობა გამოწვეული არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ადამიანის და მოღვაწის მხრიდან, რომელმაც პირველი საწყისები და პირველი ნაბიჯები გადადგა ქართული ხალხური სიმღერის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანისთვის და ეს არის ანზორ ერქომაიშვილი და ეს არის, რა თქმა უნდა, ანსამბლი რუსთავი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ქართულ ხალხურ სიმღერაზე, გვახსენდება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულით და როგორც ჯონი არის, ეხლა აი აქ საუბრობს გადასარევად ჩვენს ენაზე, იცის ქართული გალობა, იცის ქართული ხალხური სიმღერა, ამ სიმღერების მრავალი ვარიანტი, თავადაცვია ჩოხა და წლების განმავლობაში სხვადასხვა ანსამბლის რიგებში შეიძლება ჩვენის ვიხილოთ და ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელია და მცოდნე მართლა ქართული ხალხური სიმღერის, ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ანზორ ერქომაიშვილმა და ანსამბლმა რუსთავმა ძალიან შეაყვარა უცხოელ მსმენელს ქართული ხალხური სიმღერა და ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში. ზოგი დაუჯახდა, იგივე ეს ვიტყვი ჯონთან დაკავშირებით, ხო? და აქ დაფუძნდნენ და ისე შეუყვარდათ ქართველი ხალხი, ქართული კულტურა, ქართული ადათ-წესი, ქართული სიმღერა, რომ ისინი არიან გამორჩეული, ასე ვთქვათ, წევრები ჩვენი საზოგადოების. ამიტომ ამ კუთხით ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ანსამბლ რუსთავის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, ეს მარტო ამერიკასთან ურთიერთობაში არის. სადაც კი არ უნდა წავიდეთ, ჩვენ ხვდებით ქართული ხალხური სიმღერაზე შეყვარებულ ხალხს და საქართველოს შეყვარებულ უცხოელებს. და ეს ურთიერთობები არის ანზორ ერქომაიშვილის დაწყებული და სწორედ ეს არის ისტორიული მომენტი, რომ ამერიკულ გუნდთან, იელის უნივერსიტეტის გუნდთან და მე მიხარია, რომ ეს გუნდი დღემდე ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა, თაობები იცვლებიან. მე როგორც ვიცი, იმ დროინდელი წევრი ერთი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს, ხო? კი, რამდენიმე ვინც იყო იმ 68 წლის შეხვედრაზე ბუდაპეშტში იქნებიან და აი ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, რომ ეს ხიდი აღდგება. და თაობათა შორის ჯაჭვიც რჩება. რა თქმა უნდა, დღეს მაგალითად მე მქონდა საუბარი ანსამბლ რუსთავის რეპეტიციაზე წევრებთან და უთხარი მათ, ბევრმა არ იცოდა მართალი გითხრათ რა ამ მნიშვნელობის შესახებ და გავაგებინეთ რა იყო, ძალიან გაუხარდათ ეს ყველაფერი და ეს თაობა კიდე სხვა პასუხისმგებლობით არის, იმიტომ რომ ანზორ ერქომაიშვილი დღეს აღარ არის სამწუხაროდ ჩვენთან ერთად და ის დანატოვარი და ის დიდი საქმე რაც არის, ამას ჭირდება სწორი გაგრძელება. ბევრი აგრძელებს ამ საქმეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და უპირველესად ჩვენ ვცდილობთ ჩემი მხრიდანაც და ბიჭების მხრიდანაც, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ასე ვთქვათ, წარმოიქმნა ანსამბლ რუსთავის ჩართულობით, ასევე მე მინდა სხვა ანსამბლებს გადავუხადო, დიდი მადლობა ჩვენ ვახსენეთ ანზორ კავსაძე. მე ფოტოებიც ვნახე ანზორ კავსაძე, ანუ იმ დროს სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი და კავსაძეების დიდი მომღერალი ოჯახის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ის ადამიანიც ჩართული იყო მათთან ურთიერთობაში და ეს გუნდები რეალურად ქმნიან იმას, რომ აი ანზორ ერქომაიშვილის წამოწყებულ საქმეზე ჩვენ მერე ვაძლიერებთ ერთმანეთს ამ საქმეს და დღეს მოვედით აქამდე. ამიტომ ყოველი ურთიერთობა, ყველა ადამიანთან, განსაკუთრებით უცხოელებთან, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ მუსიკის ენით და ეს კულტურა, ასე ვთქვათ, არის ხიდი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავამყაროთ. ჩვენ რო ჩავდივართ უცხოეთში, ჩვენ არ გვესაუბრებიან პოლიტიკაზე და ასე შემდეგ და ასე ჩვენ გვესაუბრებიან ქართულ კულტურაზე. ანუ ეს არის სავიზიტო ბარათი მთელი მსოფლიოსთვის და სახე. რო ჩადიხარ და როცა მღერი კახურს მრავალჟამიერს, ოროველას და ასე შემდეგ, ვინც იცის ეს რა არის,
ის კიდე უფრო სხვანაირად ერთვება, სხვა სიღრმით ერთვება და ვინც არ იცის და შემდეგ კითხულობს ამას, გაუგნებული რომ ეს რა არის, რა წარმონაქმნია. და მე როცა ვაცნობთ ანსამბლ რუსთავის ისტორიას და ანზორ ერქომაიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსთავის ისტორია შექმნა და დღემდე მოიტანა, ეს უკვე ხდება ძალიან საწინდარია, უკვე ძალიან დიდი მრავალწლიანი ურთიერთობის, იმიტომ რომ რუსთავი არის მსოფლიო კულტურის რაღაცა გამორჩეული, ერთ-ერთი გამორჩეული მოცემულობა, მარგალიტი, რომელზეც როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში თაობები, მუსიკალური თაობები გაიზარდა. აქვს ლოკალური და რა თქმა უნდა, აი ეს მომენტი, როცა ჩვენ პირველად ახლა ამდენი 68 წლის მერე წარმოიდგინეთ, ახლა ხდება რამხელა ისტორია, ხო? ამ ახალი თაობის და ამ გუნდის ასევე ახალი თაობის, მაგრამ ერთ-ერთი წარმომადგენელი ის ძველიც იქნება, დიახ, ურთიერთობა, ერთად შესრულება და ეს არის იმ დიდი ისტორიის გაგრძელება. კი ბატონო. ჩვენ ბატონებო დღეს ისეთ მოცემულობაში ვცხოვრობ და ისეთ სოფლიოში, როდესაც გახსნილია ყველაფერი და ერთი სივრციდან მეორეში გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ თანამედროვე გამოწვევების გაგვაჩნია, არც ისე მარტივია ბევრი რამე, მაგრამ ღიაობის კუთხით არანაირი წითელი ფარდა, რკინის ფარდა არ არსებობს და სირთულე ამ მხრივ საკუთარი შესაძლებლობებისა თუ მიღწევების სხვისთვის გაზიარებისა არ არსებობს, ხო? პირიქით, აგერ თუნდაც ინტერნეტმა ისე დაგვაახლოვა და ბევრი რამ გაადვილა და საზღვრები გააქრო. მაგრამ ის, რაზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ, მე თქვენ განმარტეთ, ისტორია, რომელიც დაწყებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც უბრალოდ არ შეეძლოთ საბჭოეთ იქით მცხოვრებ ადამიანებს ჩვენზე იმაზე მეტი სმენოდათ, ვიდრე ეს თქვათ სტრატეგიულად თუ ტაქტიკურად საჭიროდ მიაჩნდა სპეცსამსახურებს, კაკებეს და ასე შემდეგ, ხო? ის რომ კულტურის ერთენაზე მოსაუბრეთა შეხვედრა მოხდა ისტორიული თქვენ ბუდაპეშტი ახსენეთ, სადაც მოხდა ეს მართლა გადაჭრა, რაღაცა გზაჯვარედინათ იქცა, სადაც ერთმანეთი მოისმინეს და შეიძლება თარჯიმანიც რთულად იყო, ასე ვთქვათ, და თვლით იყო მაშინ, ხო? მაგრამ და ვიცით რომ ასეთ შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც იყვნენ, რომ იქ ყველაფერი კონტროლ ქვეშ ყოფილიყვნენ, მაგრამ კულტურას იმხელა ძალა აქვს, რომ ასე მარტივად უკვე ინფორმაცია მათი შეჩერება რთული იქნებოდა. მე ვფიქრობ, ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც ყოველგვარი თარჯიმანის გარეშე მუსიკის ენაზე ერთმანეთს უსმენდნენ და იგებდნენ და ამიტომ ჯონ თუ შეიძლება ერთია ჩვენ რასაც ხედავთ, მაგრამ მიშომის საუბრა ბატონი ანზორის ჩართულობა კავსაძე ახსენეთ, მე ადრე მქონია ბედნიერება მისი ოჯახის წევრებთან ერთად ავყოფილვარ და დისკიც მაჩუქეს, რომელსაც სათუთად ვინახავ, მაგრამ არის მეორე, რომელიც ისტორიას ბარდება, ახალ თაობაზე ვისაუბრა და თქვენ ახსენეთ, რომ ანსამბლ რუსთავში არიან, ვინც ეს არ იცოდა და საერთოდ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებში შეიძლება ამაზე ნაკლებია ინფორმირებულობა და ამიტომ ერთია ჩვენ რასაც ხედავდით და მეორე ჯონ თქვენ ამერიკიდან მოხვედით საქართველოში. იელის უნივერსიტეტთანაც მათ შორის ქონიათ შეხება და აი თქვენი პრიზმიდან მოგყვებით თქვათ იმ უნგრეთის შეხვედრაზე და მე როგორ გაგრძელდა და თქვენც ალბათ იმოქმედა იმ აი ზუსტად იმ შეხვედრაზე საინტერესო მაგალითად ვიცით ზუსტად რომ ამერიკელები იცავლეს საგოლობელი შენ ხარ ვენახი, რომელიც იმ დროს შეიძლება ცოტა თული იყო ამის სიმღერა, ამის შესრულება საქართველოში. ეს რო არარელიგიური საბჭოთა პერიოდი იყო, მაგრამ ისე მოიცონა ამერიკელები, რომ ეს გახდა როგორც ჰიმნი მათთვის და ვინც დააქორწილეს მერე შემდეგი წლები ყოველთვის დაუპატიჟა თავის მეგობრები, გუნდის წევრები ქორწილზე და ყოველჯერ 70-იან წლებში და მერე იმღერეს შენ ხარ ვენახი თავის ქორწილზე. და ამიტომ გახდა ამ გუნდისთვის მათთვისაც საკრალურია? კი, შიდა კულტურა გახდა მათთვის და მნიშვნელოვანი სიმღერა მათთვის და სხვათა შორის მე როცა პირველად შეხვდი ქართულ საგოლობლები იყო რუსთავი ანსამბლის ერთ-ერთი დისკი და იგივე საგოლობელი იყო ეს შენ ხარ ვენახი და რაღაც ძალიან შედის ღრმად დასავლეთ კულტურის მომღერლების გულში ეს განსაკუთრებით. ეს არის როგორც ქარი, ანუ გასახები. და მე როცა უკვე შევდივართ ამ კულტურაში კი გამოჩნდება
ამდენი სილამაზის სხვადასხვა მუსიკალური კუთხეს, გურიას, კახეთის, მთების კულტურა, ესეც ნელ-ნელა ვისწავლეთ, მაგრამ გასახები იყო თავიდან რუსთავი ანსამბლის შესრულება ამ საგულებლების კახეთიდან კარბელაშვილის თამაშობით მერე ფალიაშვილის გაკეთებული და მერე თვითონ ანზორის ხელით სამი ხმით გაკეთებული ეს ისტორია მნიშვნელოვანი მაგრამ შესრულება და ეს ხარისხიანი მუსიკა და ამიტომ შეუყვარდა ეს ამერიკელები ქართულ მრავალხმიანობას და ამიტომ ჩამოდია ამ წლებში დიდი ემოციით, დიდი ნოსტალგიით და გრძნობენ რომ ეს ქართულ კულტურა არ არის უცხო, უკვე თავისია. მთელი ცხოვრება მღერიან ეს. შეიძლება იცავლოს როცა 18-19-20 წლის იქნენ, ეხლა 75 წლის არიან, მთელი ცხოვრება გალობენ იმღერენ ქართულად და სხვა მუსიკას მსოფლიოს, მაგრამ განსაკუთრებით წმინდა ღმერთო შენ ხარ ნახი და ხალხური სიმღერებიც რაც რეპერტუარში არის და აქ თბილისში იმღერენ და ეს მნიშვნელოვანია გარდა იმისა რომ არიან ინდივიდუალური შემსრულებლები ასევე ოჯახებით არიან ჩართული აი ამ ხალხურის აი როგორც თბილისში საქართველოში იგივე სხვა რეგიონში არსებობს საგვარეულო საოჯახო ანსამბლები აი ისეთი ფორმით ასრულებენ მაგალითად ხალხურ სიმღერებს და კონცერტზე გამოდიან და უდიდესი როლი აქვს მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრს 2000-იანი წლების დასაწყისში როცა დაიწყო სიმპოზიუმი კონსერვატორიაში და კონსერვატორიას მინდა მადლობა უთხრა სწორედ ესეც ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ჩართულობით დაიწყო როცა ჩვენ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვატარებთ სიმპოზიუმს ჩამოდიან უცხოელები არის გალა კონცერტები გახსნის და დახურვის კონცერტები სადაც როგორც ქართული ანსამბლები, ასევე უცხოური ანსამბლები გამოდიან და ქართულ სიმღერებს ხერიან. ეს ქართული სიმღერები ნაწილი შეიძლება იყოს მაგალითად ესეთი პოპულარული სიმღერები, აი რუსთავის რეპერტუარში რაც არის და ცნობილი, მაგრამ მათ მერე სურვილი უჩნდებათ, რომ უფრო სიღრმეში ჩავიდნენ და ის ძველი მომღერლების ის ვარიანტების, პირველადი ვარიანტები შეასრულონ და ეს არის ფაქტიურად სამეცნიერო კუთხითაც სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება შემდეგ სემინარები და თავად როგორ იკვლევენ ქართულ ხალხურ სიმღერას, ესენი არიან ამერიკელები. რა თქმა უნდა, ეს არის აი სამეცნიერო კუთხით იგივე მეცნიერები, რომლებიც ეთნომუსიკოლოგები არიან, ქართველები და უცხოელები, მათი ერთად თანხვედრა ხდება და ამაზე მსჯელობა, ამაზე საუბარი, აზრების გაცვლა კრიტიკული საკითხებია, ასეთი საკამათო ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი ამბავი, როცა სოფლიოში განთქმული ეთნომუსიკოლოგები ერთვებიან ქართული ხალხური სიმღერის და გალობის კვლევის ნაწილშიც, მუსიკალური კულტურის კვლევის ნაწილშიც და სწორედ ესეც არის იმის დამსახურება, რომ ანსამბლ რუსთავმა და ანსამბლ ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა, ასევე სახელმწიფო ანსამბლმა ძალიან დიდი დოზით შეიტანეს მსოფლიოში ქართული ხალხური სიმღერა, რამაც გამოიწვია დიდი ინტერესი. ჯონ, თქვენ ხართ საქართველოში სომხეთში იელის უნივერსიტეტის საერთაშორისო გუნდის ჩამოსვლის ორგანიზატორი და კითხვა მაქვს შემდეგი, თქვენი ინიციატივა იყო, მათი ინიციატივა იყო, იმათგან შეგრძნება იყო, თქვენ მხარიაობით თუ როგორ მოხდა ეს ამ როგორ ადვილად გიფასუხებ, მათი ინტერესი და ინიციატივა იყო დამიკავშირდა მე უკვე ვიცნობ რამდენიმე წევრი ამ გუნდში ეს ვაცაბლიდი ერთი წელი იელის უნივერსიტეტში მუსიკალური ფაკულტეტში და იმ დროს პატარა კვლევა, პატარა სტატია გავაკეთე სუსტ ამ შეხვედრაზე. მაინტერესებდა ეს გუნდი საიდან იპოვა ქართულ მრავალხმიანობას, იმიტომ რომ ზუსტად ამ გუნდიდან გაავრცელა ქართულ მრავალხმიანობას დასავლეთში. მე ასე მგონია. აუცილებლად ამერიკაში, კიდე შეიძლება ევროპაშიც. სხვა გზები იყო, მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი იყო 68 წელს. წარმოიდგინე, ჩაკეტილი იყო ჩვენი ქვეყნები. ეს კულტურული ურთიერთობა ძალიან იშვიათი იყო და შემთხვევით მოხდა იქ სხვა ქალაქში, ბუდაპეშტში. და იქიდან ეს იელის გუნდი
ძალიან ბევრი კონცერტი ქონდა მთელი ამერიკაში, თან ნოტაცია ქონდა და ბევრი გუნდი დაიწყა ამის სიმღერა, ამის შესრულება. ესე იგი, როცა შარშან დაახლოებით 1 წლის წინ დამიკავშირდეს და დავიწყეთ საუბარი ღონისძიების ტურზე და ეხლა იქნება, ეხლა თითქმის არ მჯერა, მაგრამ უკვე იწყება. უკვე ჩამოფრინდებიან. ძალიან კარგი. სხვა შორის ერთი რამ მინდა აღვნიშნო, სწორედ ამერიკელი კარლ ლინიკი არის კავშირში თუ ასე გარკვეული აი როგორი ჩაკეტილობა იყო წარმოიდგენთ, როცა NASA უშვებს ჩაკრულს კოსმოსში და არავინ არ იცის რა, ვინ მღერის ამ ჩანაწერს, საიდან ჩაიწერეს, როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი და ასე შემდეგ და წლების შემდეგ ისევ ანზორ ერქომაშვილის ჩართულობით და კარლ ლინიკის ძალიან ბევრი ესეთი დიდი მუშაობით დადგინდა, რომ თურმე კოსმოსში გაგზავნილ ჩაკრულოს ასრულებს სახელმწიფო ანსამბლი. და ყველა ეს დეტალი იყო ფაქტიურად აი ამ ურთიერთობით, ანუ ამერიკელი რომელიც ასე არის შეყვარებული ამ საკითხზე დაინტერესდა ეს ადამიანი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია ყოფილიყო ცხადი ყველასთვის და ამის დოკუმენტებიც არსებობს, მაგრამ აი როგორი ჩაკეტილობა იყო წარმოიდგინეთ, რომ ინფორმაცია ამდენი წლის განმავლობაში საერთოდ არ არსებობდა რეალურად საქართველოში. ესეც ამ თემაზე ჩვენ იგივე ბატონ რამასთან ერთად, რომელიც მე იკვლევდა ამას იწლები და ჩვენი კოლეგა კი რამაზის ბულაშვილი ჩართული კი ბატონო საუბრია და აი ის რასაც ვთქვათ აი ესე აზლებად ნაკუწად ვისმენთ ეს ერთობლიობაში ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ქართველებმა ერთობლიობაში ავაწყოთ, იმიტომ რომ ის ფაქტი რომ მოისმინეს ეს ქართული სიმღერა და განიხილავდნენ რომ ეს გაეშვათ კოსმოსში, ჩვენ ვიცით მოსკოვს მაშინ სხვა ინტერესი ქონდა, პოლიტიკური ელემენტები ერთვება და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ეს რჩება და დღეს საერთოდ სისტემასაც გასწდა და საერთოდ სად არის ხო 70-იანი წლების მერე. ხო, შორის არსებობს საიტი NASA საიტზე რომ შეხვიდეთ, იქ არის სქემა პირდაპირ ეთერის ასე ვთქვათ რეჟიმში მოგდის ინფორმაცია რა სად არის ახლა ეს. კი, და გასტამს ის სისტემას. ხო, და ბრუნდება, სხვა შორის ბრუნდება უკან ახლა კი და იწერი. მოკლედ ამებით და დროით არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და მადლობა თქვენ ახლა უნებლიეთ აი ისტორიის იმ რთულ ეტაპზე, მაგრამ კულტურული საერთო ენის წყალობით გაბმული ძაფის გამყარებას ახერხებს და ამის გაგრძელებას და ერთსაც დავამატებ ამ ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, ორივე შემადგენლობა ცალკე შეასრულებს თავის რეპერტუარს, თუმცა შესრულდება, რა თქმა უნდა, ერთობლივად რამდენიმე ნომერი და მე მგონი ერთ-ერთი არის შენხარვე ენახი, ხო, თუ კარგად სწორად მახსოვს. აი, გადაცემის ბოლო ნაწილში თქვენ დაანონსეთ კიდევ ერთხელ 27 მაისს საათ, რომელ საათზე და ვის და როგორ შეუძლია რომ მოვიდნენ. ეროვნული ბიბლიოთეკაში არის გუდიაშვილის ქუჩაზე 7 საათზე 27 მაისს და შესვლა უფასოა. ველოდები ყველა მსმენელებს, ვინც ამ საქმეში დაინტერესებულია. სოციალურ ქსელში განთავსდა უკვე ინფორმაცია, ასევე რუსთავის Facebook-ის გვერდზე განთავსდება ეს ინფორმაცია, შეგიძლიათ რომ ნახოთ, გაიცნოთ და 27-ში გელოდებით. მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ და შეიძლება შემთხვევითი არ არის ის რომ თქვენ ამდენჯერ ხაზი გაუსით პირველი სიმღერა რომლითაც ქართული საგალობლებისა თუ ფოლკლორის უშრეტი სიღრმეები შეიგრძნეს და ამ ყველაფერს გაესწნენ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები იქნებიან თუ ზოგადად დასავლეთის ეს იყო შენხარვე ენახი და ჩვენ ვიცით რომ იგივე საგალობელი რელიგიური თვალსაზრისით როგორი ფასდაუდებელია და ჩვენ მერე საბჭოთა კავშირის პერიოდში ესეც ტექნიკის საგანი იყო როგორ მოახერხეს რომ ის რაც საგალობელი იყო და რელიგიასთან კავშირში იყო უბრალოდ კულტურის ნაწილად წარმოეჩინათ და მასზე უარის თქმა და ასე ვთქვათ ცენზი არ დაედოთ ხო ესეც მოხერხებულობის ერთ-ერთი ნაწილი იყო მაგრამ რელიგიური კუთხით ჩვენ ვიცით რომ ვენახი არის უკვდავების სიმბოლო და განსაკუთრებით ქრისტიანობაში რამხელა ღირებულება აქვს და ალბათ ეს არის ყველა ეპოქას თავისი გამოწვევა აქვს და თუკი მაშინ რკინის ფარდის მიუხედავად ერთ სივრცეში მოხვდნენ და ერთმანეთს
გაიცნეს სიმღერის მეშვეობით, დღეს ის პერიოდია, როცა აბსოლუტური სიჭრელი გვაქვს მუსიკალური შესაძლებლობებით, ხო? აი დაუსრულებელია და ეს კიდევ ყველაფერი არ არის, ხო? თუნდაც ელექტრონული მუსიკის ახალი სუნთქვა ავიღოთ და ასე შემდეგ და აქ ახლა სხვა გამოწვევაა, საერთოდ შეიძლება ამ ყველაფერში ჩაიკარგოს ფოლკლორი, რომელიც ალბათ ნაკლებად უწერია ეს მისი სიღრმეებიდან გამომდინარე, მაგრამ გამოწვევაც არსებობს რა და მე ვფიქრობ, რომ იმ ეპოქის ადამიანებს თუ ის გამოწვევა ჰქონდა თქვენ ამ ეპოქის ადამიანებს ახლა სხვა გამოწვევა გაქვთ რომ ეს ღირებულება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ძაფი რომელიც ოდესღაც გაება კიდევ ერთი კვანძი გაკეთდეს რომ მე სხვა თაობებსაც გადაეცეს იმიტომ რომ კულტურა საერთოდ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ურთიერთობის მადლობა დიდი წარმატებებს გისურვებთ ჩვენ რადიო მსმენელს შევახსენებ რომ ვისაუბროთ კონცერტზე რომელიც 27 მაისს 19 საათზე უნდა გაიმართოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ამ შემთხვევაში კვლავ ბრუნდებიან საქართველოში იელის უნივერსიტეტის საერთაშორისო გუნდის წარმომადგენლები და მათთან ერთად სცენაზე კვლავ იქნებიან ანსამბლ რუსთავის წარმომადგენლები მეტწილად ახალი თაობის წარმომადგენლები იქნებიან თუმცა აგერ როგორც კონცერტის ორგანიზატორი ჯონი გვეუბნება იქ იქნებიან ის ადამიანებიც რომლებიც პირველადაც ახალგაზრდულ ასაკში იყვნენ აქ ჩამოსულნი და ახლა ასაკშიც იქნებიან და მართლაც მათი ემოცია ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საგულისხმოა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის ჩვენი დიალოგი აიტვირთება რადიო იმედის Facebook გვერდზე.